რაც შეეხება გალატელთა მიმართ ეპისტოლეს. პავლე მოციქული ეუბნება, რომ ურთიერთად სიმძიმე იტვირთე და ესწრეთ აღასრულეთ ჯული იგი ქრისტესი. ახლა ჩვენ ზოგჯერ და არა იშვიათად წუხვართ და ვამბობთ, რომ ამა თუ იმ ადამიანთან ცხოვრება ოჯახში თუ სამეზობლოში თუ სამეგობროში თუ სამსახურში არის რთული და ჭირს და ვერ ვიძლებ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ გვეუბნება, რომ ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესწრეთ აღასრულეთ ჯული იგი ქრისტეს. ჩვენი მხრიდან ვუყურებთ, რომ ის აუტანელია, მაგრამ ჩვენ მისი თვალებითაც უნდა შევხედოთ ჩვენს თავს და რამდენად ვართ ასატანი მისთვის. ანუ რაღაცა თვისებები არის, რაც მას აქვს ისეთი, ჩვენ რომ არ მოგწონს და ამის გამო გვიმძიმს მასთან ყოფნა, მაგრამ აუცილებლად რაღაც არის ჩვენშიც ისეთი, რის გამოც მასაც უჭირს ჩვენთან ერთად ყოფნა. და იმის გამო, რომ მანაც მოითმინოს ჩემი ნაკლი, მეც უნდა მოითმინო მისი ნაკლი და ჩვენ ორივე ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ. და ამით აღასრულებს ადამიანი ქრისტეს რჯულს. წმინდა იოანე ოქროპირი აი ამ სიტყვების განმარტებისას ასეთ რამეს ამბობს, ასეთი მაგალითი მოყავს, აი კონკრეტულად რასაც ამბობს, იმას ვიტყვი. შეიძლება ჩვენ განვაზოგადოთ სხვადასხვა მანკიერებ თვისებებს. ის ამბობს, დაუშვათო, ოჯახშიო ერთი არისო, აი ფიცხელი ადამიანი, მრისხანე ადამიანი. მეორე არის ზარმაცი, დაუშვათ. ამ გულფიცხელმა თუ ოჯახში უნდათ რომ მშვიდობა იყოს, ერთმა მეორის სიზარმაცე უნდა მოითმინოს და მეორემ პირველის ეს გულფიცხელობა. თუ ორივე საკუთარ მას მიხედავდა და იფიქრებდა, რომ მე ზარმაცი ვარ და ჩემს სიზარმაცეს ითმენს, მეორეც იტყვა და მე გულფიცხელი ვარ და ითმენს ჩემსას, აქ მშვიდობა იქნებოდა. თუ ორივე მეორის ნაკლზე გაამახვილებდა ყურადღებას, იქ მშვიდობა ვერაფრით ვერ იქნებოდა. იქ ორივე მართალი იქნებოდა და მეორეს გაამტყუნებდა. ამიტომ იქ მშვიდობა არ იქნებოდა.